გამარჯობა, ცრუცხრიანი დაბრუნდა. დღეს 1 სექტემბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუსტად 4 დღეში საქართველოს თურქეთი ესტუმრება და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს ვიწყებთ. ჩაკვეტაძის ტრავმას დაემატა კიტეიშვილის ტრავმაც და თავიდან ბოლომდე მოუწევს სანიელს, რომ შეცვალოს სათამაშო სქემა, იმიტომ რომ ეს ორი მთავარი კრეატორი ამ შეხვედრაში არ გვეყოლება. დღევანდელ ვიდეოში გვექნება საუბარი, როგორ თამაშობს თურქეთის ნაკრები, როგორ უნდა ვეთამაშოთ ჩვენ მათ ამ ხელა დანაკლისის ფონზე. რა თქმა უნდა, გათამაშება ისევ ჩვენთანაა. ამ ყველაფერზე ვიდეოს ბოლოსკენ ვისაუბრებთ. ახალ სეზონს ვიწყებთ, დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო, გამოიწერეთ Crystal Sports-ის YouTube არხი და გადავედით უკვე ტაქტიკურ ანალიზზე. მოდი ჯერ დავიწყოთ მეტოქით, როგორ თამაშობენ თურქები, რას წარმოადგენენ და რა ცვლილებები განახორციელეს Euro 2024-ის შემდეგ. მოკლედ გაგაცნოთ ამ ყველაფერს. პირველ რიგში მონტელას ტაქტიკა არის საინტერესო. ძალიან ამოწეული დაცვით თამაშობენ, გახსნილ შემტევ ფეხბურთს, ვისაც არ უნდა ხვდებოდნენ. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მეტოქი საქართველოა თუ ესპანეთი, თურქეთი არც ერთ შემთხვევაში დაცვაში მეხუთე კაცს არ ამატებს. 4-2-3-1 და 4-4-2. ეს არის მონტელას ორი სქემა, რომელსაც მეტოქეებიდან გამომდინარე ცვლის. და იმის შემდეგ, რაც ეს ახალგაზრდა შემტევი ტრიო გიულერი, აქტორკოღლუ და ილდიზი ჩამოუყალიბდათ, ასე ვთქვათ, და ეს ფუფუნება აქვთ. ამის შემდეგ ნელ-ნელა მონტელამ გატესტა ის, რომ უფრო სუბუქი შემტევი სამეული ყავს ხოლმე და ცრუცხრიანით თამაშიც დაიწყეს. აქტორკოღლუ გვევლინება ამ როლში ცრუცხრიანად. თუ 4-4-2-ს თამაშობენ, მეორე ფორვარდს თამაშობს და მოკლედ ეს ფეხბურთელი, რომელიც ბენფიკაში ძალიან მაგარია და მარცხენა გარემარბად გვევლინება, ნაკრებში საერთოდ სხვა როლი აქვს და ანუ მონტელა ამით გამოირჩა, ნელ-ნელა დაიხვეწა როგორც სპეციალისტი და რავი, ჩვენ და ბედად, აი ჩვენ ესე ორი საკვანძო ფეხბურთელი გამოვყავდა და თურქებს პირიქით ეს შემტევი ტრიო ძალიან მაგარ ფორმაში ყავთ. ესე მალევე სეზონის სტარტზე სულ 3-4 თამაში ჩაატარეს და ნელ-ნელა პიკს უახლოვდებიან ფორმის. რითი გამოირჩევა მონტელას თურქეთის ნაკრები? მოდი დავიწყოთ უკვე ვიდეოების ნაწილი. კონტრპრესინგი არის თურქეთის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი იარაღი. ამოწეულ ხაზზე წერან გესაუბრეთ, ეხლა პირველი კადრები და განახოთ. როცა ბურთს კარგავენ, ეგრევე გაცხოველებულ პრესინგზე გადადიან, ცოტა გერმანული კლოპისეული სტილი იგრძნობა, რა ფლიკი და კლოპი რასაც იყენებენ. ეგრევე იბრუნებენ ბურთს მეტოქის საჯარიმოსთანვე და ეს გაუთავებელი პასები მათ არ ახასიათებთ. 2-3 პასი და ცდილობენ რომ ეგრევე კარზე წავიდეთ, ანუ ვერტიკალურად თამაშობენ მაქსიმალურად. და ეს ბურთის შენარჩუნება და რაღაც, იმიტომ რომ ანუ ჩალხანოღლუს გარდა ნახევარდაცვის ცენტრში, ანუ საყრდენი ზონა, მათი საყრდენები იმ სტილით არ გამოირჩევიან, რომ ეს გაუთავებლად ბურთი აგორავენ იქეთ-აქეთ რა, ეგრევე მიდიან კარზე. და ნათელი დასტური იყო ეს ამის ერთ-ერთი ბოლო მატჩი მათი უნგრეთთან, რომელიც ძალიან მაგრად ჩაატარეს პლეი-ოფი ერთა ლიგის. შეხედეთ კადრს, 2 პასი სადარი ბურთი ჯერ შეტევის დასაწყისში და გადააგდეს და 2 პასის შემდეგ აქედან ვინ წარმოიდგენდა რომ გოლი გავიდოდა. დაუჯერებელი იყო თან ეს სპეციალურად განახეთ ეს კადრი, იმიტომ რომ უნგრეთიც ჩვენს გავსat, ჩვენ ცვლით ტაქტიკას იდეაში უახლოს მომავალში, მაგრამ ჩვენთვის კარგად ნაცნობი 3-5-2-ით თამაშობს უნგრეთის ნაკრები და სწორედ აი როგორ აითვისეს აქ დარჩენილი ზონები გამოჩნდა 2 პასით, სულ რაღაც 2 პასით. და ძალიან ამაფიქრებელია ეგ, იმიტომ რომ ევროპის ჩემპიონატი გავიხსენოთ, 3-1 წავაგეთ თურქეთთან და ამ 3 ბურთიდან, ანუ 2 პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ გაიტარა თურქეთმა ეს ლანგრეთ მივართვით. ჩვენი შეცდომა იყო. ბოლო გოლი გამარდა გამოსული იყო და ცერეკარში შეაგორა აქტორკოღლუ და გიულერის გოლი თავიდან ბოლომდე იყო წიტაიშვილის შეცდომა, ჩააბარა ბურთი და საყრდენმა ზონამ მერე ვერ დაუფარა. ანუ არაფერი არ შეუქმნია თურქეთს ამ 2 გოლის მომენტში თავისით, ანუ ბაჩუქეთ. და ეგ არის ამას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა იქნება თბილისურ შეხვედრაში, იმიტომ რომ ეხა ისეთ თულ სიტუაციაში ვართ, არ უნდა მოვიგონოთ არაფერი ჩვენს კართან პირიქით, ანუ ნულამდე უნდა იქნას შეცდომები დაყვანილი და საჩუქრების საერთოდ არ უნდა მივცეთ ჩვენს მეტოქეს. ეხლა კი 2 წამის საქმე აუცილებლად დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო, 2000 ლაიქზე ირთვება გათამაშება და გამოიწერეთ Crystal Sports-ის YouTube არხი, რომ ცრუცხრიანის გუნდის შრომა დააფასოთ. წელს ძალიან ცხელი სეზონი გველოდება, ბევრ სიურპრიზს გვირდებით და თქვენი თანადგომა ჭირდება, ბუსტი მოგვეცით მაქსიმალურად მოტივაცია. გავაგზავნოთ ეხლა ანალიზი. ეს ყველაფერი კარგია თურქების შემთხვევაში, რას წარმოადგენენ, საფრთხე ასე შემდეგ, მაგრამ ცოტა მოდი
შემოვიყვანოთ ეხა მათი მინუსები და რა ნაკლოვანებები აქვს თურქებს. ხასიათის ამბავში რო გვანან ჩვენ ეგ ვიცით და მარტივად გამოდიან წყობიდან და ირევიან როგორც ჩვენ, ცხელი ხასიათი აქვს მათაც. და ამოწეული ხაზი კიდევ ერთხელ უნდა ვახსენო ეს პრესინგს თამაშობენ. ეს ამაზეც ვისაუბრეთ აქტიურად კონტრპრესინგს, პრესინგს და ეს ყველაფერი ავტომატურად ხშირ შემთხვევაში, სხვა გუნდების შემთხვევაშიც უკან ტოვებს ზონებს. თურქეთს ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ სად და დაცვაში აი ვარსკვლავური და რაღაცა გაუვალი კადრები და დასაყრდენი ტიპი არ ყავთ რა, ვიღაცა ერთი მაინც რო აი ეს არის ამადი ბურჯიო რო იტყვი, შეუცვლელი არა. მათი დაცვა ოთხეული ყველაზე ხშირად იცვლება. ეს ხაზი არის ყველაზე ხშირად ცვლადი. და ნუ საყრდენ ზონაშიც რაღაცა გამორჩეული კანტე და კაზემირო არ ყავთ და ხშირად ხდება რომ ეს კონჩეტებზე თურქებს იჭერენ რა. ამიტომ თამაშობენ თურქები აი ამ სტილს ერთს გამიტან, მე გაგიტან ორს. ესეთია მათი ხელწერა რა. ძალიან კარგად გამოჩნდა ეს ისლანდიასთან შეხვედრაში, აქ მინდა განახოთ რამხელაზე წევენ ხას უბრალოდ 8 ფეხბურთელი დააკვირდით, კაც 8 კაცი არის აქ პრესინგზე ასული, სადამდე არიან ამოწეულები. ძალიან მაღალი რაოდენობა არის ეს პრესინგის თან იმის ფონზე, რომ აქ არაგებდნენ და რაღაცა არ იყო. კრიტიკული ვითარება. და სწორედ ამ მომენტში გაუშვეს გოლი, წამოიღეს ისლანდიელებმა კონჩეტევაზე და ძალიან მარტივად აქაც 2-3 პასში გაუტანეს გოლი. ეს ჩვენს შემთხვევაში ძალიან ბევრი ტექნიკური და სწრაფ ფეხბურთელი ყავს შეტევაში. და ჩვენი ხელწერა ეგ არის რა, თევზის წყალში რო იტყვიან ისე გზნო თავს, როცა კონჩეტევაზე გვიწევს ვინმესთან თამაში. თურქეთთან ეგ შესაძლებელი იქნება ავტომატურად, იმიტომ რომ არ არის ჩაკვი, არ არის კიტე და ბურთს ჩვენ ვერ დავიჭერთ ამ შეხვედრაში. ამას თავიდანვე უნდა შევეგუოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რაღაცა ყრუ დაცვა და აი შენ ბურთი და მოდი მე 14 წუთამდე უკან ვიდგები. ესე არ უნდა იყოს, იმიტომ რომ იმდენი ინდივიდუალისტი იყავთ, რომ შეიძლება ერთი დაარტყან და გაგიტანო და დაგიმთავრონ თამაში. ძალიან სწორად არის დასაგეგმი ჩვენი თამაში კონტრშეტევებზე და ეს ფაქტორი უნდა გამოვიყენოთ, სისწრაფის ფაქტორი. მაქსიმალურად მეტი სწრაფი ფეხბურთელი უნდა იყოს ამ შეხვედრაში ძირითადში. ევროპის ჩემპიონატზე სწორედ ეგ დაგვაყლდა კიტეიშვილთან ერთად. იმ მატჩში ძალიან ბევრი ტლანქი და აი ნელი მოთამაშე ყავდა და სწრაფად კონჩეტევებზე გაქცევა არ ხერხდებოდა. და იმედი მაქვს, რომ სწორდასკვნებს გამოიტანენ ჩვენი სამწუხარო შტაბიდან. და წერეთ აქ კომენტარები ამ თემასთან დაკავშირებით, რას ფიქრობთ, ძალიან მაინტერესებს თქვენი მოსაზრება ძირითად შემადგენლობასთან დაკავშირებით, ასევე თურქების სათამაშო სტილთან დაკავშირებით და მოკლედ რა უნდა დაუპირისპიროთ და როგორ უნდა შემოვატრიალოთ ეს არასასურველი სცენარი ჩვენთვის სასურველი ფინიშით. ახლა მინდა თქვენი ყურადღება ისევ ქერემ აქტურკოგლუზე შევაჩერო. ძალიან ყვირის გიულერის გვარი, ილდიზიც ვარსკვლავური იმიჯით არის, ეს ორი კაცი, მაგრამ ეს მესამე უფრო მეტად დამალული ჯოკერი არის მონტელას ხელში. წეგან ვახსენე პოზიციის ცვლილება და თურქეთის ნაკრებში ანუ გაცილებით მრავალფეროვნად იყენებენ მას და ეს ცრუცხრიანი და ასევე მეორე როლი მეორე ფორვარდის იმდენად კარგად ირგებს, რომ მის ახლომახლო რომელიც შემტევიც არის მეორე ფორვარდი იქნება თუ გარემარბი, იდეალურად უქმნის მას სივრცეს, რომ გოლი გაატანინოს და ეს საჯარიმოში აი ხვრელები გააჩინოს რა და ასევე ცხრიანისგან შექმნილ სივრცეს თვითონაც ძალიან მაგრად იყენებს და ჩასაფრებულია და შერბის ხოლმე და გააქვს გოლი და ანუ ტაქტიკურად აქ მონტელას დავალება აქტურკოგლუს შემთხვევაში ძალიან კარგად ჩანს რა როლი აქვს, იმიტომ რომ გოლის ალღო აქვს ძალიან მაგარი ამ ფეხბურთელს და ტანმორჩილია და ძალიან სწრაფი ფეხბურთელია რა, ძალიან სახიფათო კაცი არის, მოკლედ ანუ გიულერი და ილდიზი იმდენად სწრაფები არა, უფრო ტექნიკა აქვთ მათ რა, მაგარი დრიბლინგი აქვს და აი ბურთი ფეხში რო აქვს, მაშინ არიან ძალიან სახიფათოები და აქტურკოგლუს შემთხვევაში ორივე მხრივ სახიფათოა რა, ძალიან რეაქტიული არის მაგრაგარპის და დარტყმა აქვს საოცარი და თავითაც თამაშობს აგერ ნახეთ კადრებში და მოკლედ ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს ამ ფეხბურთელთან. ცრუცხრიანში ძალიან ხშირად ვახსენებ, ყადაღებული თემა არის ზონა 14-ის ამბავი და ევრო 2024-ზეც იქიდან გაგვიტანეს გოლი, გვახსოვს, ეგ კადრებიც ვნახეთ და ამ შემთხვევაში კი გვაქვს დანაკლისი, მაგრამ რა და საყრდენი ზონა და ცენტრალური ნახევარმცველები ბლომად გვყავს. ამჯერად ნუ წამოვიდნენ, სხვებიც ფორმაში არიან, ისე დაემთხვა, რომ ამ ზოლში და ამ გოლში წესით პრობლემები არ უნდა შეგვექმნას და საჯარიმოს მისადგომებთან თურქები არ უნდა გავაგულაოთ. თან იმიტომ რომ რავი, ჩალხანოღლუ და გიულერი რო ყავს, თუ დატოვეს ზონა, მამარდაშვილმა რაც არ უნდა გააკეთოს, ნუ ერთი გაუარა, როგორც ევროპის ჩემპიონატზე გაუშვა ის ერთი გოლი. ასე რომ უნდა ვიყოთ ყურადღებით და ლოგიკური ბმა, ეხა გადავიდეთ საქართველოს ნაკრებზე, როგორ უნდა
დაუპირისპიროთ თურქების აი ამ მრავალმხრივ ხიფათს. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ორი, რა ვიცი, ტვინის გარეშე რა, მთავარი კრეატორები. წარმოუდგენელი ყოველთვის ამაზე ესე თუ წუწუნებდი და ის ქონდა რა პრობლემა, რომ აი არავინ არ მოდის, ახალი თაობა, კიტეიშვილი შეუცვლელი კადრია, აი ევროპაზე კიტე რო არ ყავდა, მაგიტო წავაგეთ თურქეთთან და ეხა ჩაკვე გამოგვაკლდა და კიტეს დაემატა ანუ რა არ უნდა მოხდესო, კოშმარი დახატეო რა, გეკითხა ქართველი გულშემატკივრის ალბათ მაგას გეტყოდა, რომ ეს ორი კაცი დაიმტრესო. ყველაზე არასასურველი სცენარი არის, რაც შეიძლება ამ პირველ ტურში ყოფილიყო. ალბათ ცარიელი ტრიბუნები გვემუქრებოდა თურქეთთან იმ ცნობილი ფაქტის გამო, მაგრამ მე მგონი ეს უფრო დიდი საშინელება არის, ამას კიდე ცარიელი ტრიბუნებზე თამაშობდა, ოღონ ამათ ეთამაშათ. მოდი ხა გადავიდეთ ტაქტიკაზე პირველ რიგში რა, იმიტომ რომ დანაკლისი გასაგებია, მაგრამ აი ამ მაგარ ფორმაში მყოფ თურქეთს როგორ დაუხვდები? სანიოლმა ბოლო შეხვედრებში, იგივე სომხეთთან მოგებულ მატჩებში, შემდეგაც ორი ამხანაგური გავმართეთ ივნისში. ნათლად მიანიშნა, რომ 3-5-2-5-3-2 გნებავთ სულ ერთია. ნელ-ნელა ნაკრები დაივიწყებს და უფრო გადავა ახალ საფეხურზე და 4-3-3-ზე გადავფორმირდებით, ესე ვთქვათ. მაგრამ რამდენად შესაძლებელია ეს ამ დანაკლისის ფონზე, ეს თემა მინდა ეხლა თქვენთან ერთად განვიხილო. წეგან ვისაუბრე სეზონის სტარტზე, ტრავმებზე და ამ შემდეგ და ყოველთვის რთული არის არა მარტო ჩვენთვის, გრანდებისთვისაც, ესპანეთის მარცხი გაიხსენეთ შოტლანდიასთან წინა ციკლში, თუნდაც აი სტარტი ისეთია, რომ არ ახარ ჯერ ფორმაში და ხშირია ეს ჩავარდნები და მძიმე დაწყება და რომ მერე უფრო კრეფენ ფორმას და ქულებსაც აგროვებენ და ჩვენს შემთხვევაში, როდესაც პლუს მოკლეს კამი გვყავს და ეს დანაკლისის დაემატა ამ უთამაშებლობას, მაგალითად, კვარა არ არის სასურველ ფორმაში, ხო ყველა ვნახეთ, რომ იმ დონეზე არ არის, როგორც აი ლიგის ფინალი ითამაშა, ცოტა მძიმე დაიწყო ეს სეზონი და ძალიან შორს არის ჯერ სასურველი ფორმისგან. და არიან ფეხბურთელები, რომლებიც არ არიან ფორმაში, მაგალითად, ყველაზე კარგ ფორმაში ყავს მიხაუტაძე და კაკაბაძე, ხო, ამ მომენტისთვის. ყველაზე მეტს ეგენი თამაშობდნენ და საგოლეო მოქმედებებშიც ხშირად იღებდნენ მონაწილეობას. აი ამ ყველაფრის ფონზე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ ეხლა თქვენ მაყურებელს და მინდა რომ თქვენი აზრი კომენტარებში მაქსიმალურად დააფიქსიროთ, კაფიოთ რა, მიმსჯელოთ. თქვენი კომენტარები და მოსაზრებები ძალიან საინტერესოა, თითოეულ მათგანს ვეცნობი და შემდეგ ჩემი აზრის ჩამოყალიბებაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეს ყველაფერი, ასე რომ ველოდები თქვენს გამოხმაურებებს ამ თემაზე და რაც შეეხება ეხლა ჩემს კითხვას. ვისაუბრე ხო დანაკლისებზე და მძიმე სტარტზე სექტემბრის. საკითხი როგორ დგას ჩვენს ჯგუფში რა? აქამდე უყურებდით ისე რომ აუცილებლად უნდა მოვიგოთ თურქეთთან, თუ რამე გვინდა, თუ მსოფლიოზე გასვლა გვინდა, აი სამი ქულა უნდა დაიდოს აქ დინამოზე, თორე მერე მორჩა. მაგრამ ეხლა ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვართ, რომ შეიძლება 0 ქულით დავრჩეთ ამ თამაში და აქ 0 ქულით დარჩენა თბილისში ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ ჩადიხარ თურქეთში მოსაგებად და უეჭველი მოსაგებად როცა ითამაშა უნგრეთი თურქეთს. როგორ განადგურდა, ეგ ყველა ვნახეთ და კატასტროფა არის მათთან ესე აწევა და ზონები და რაღაცა, ანუ არ ვართ ჯერ მაგ დონეზე ჩვენ სამწუხაროდ. რას ფიქრობთ ფრეზე, ანუ რო ვითამაშოთ ჯერ ფრთხილად მაქსიმალურად დაკეტილი დაბალი ბლოკით 5-3-2 დაუბრუნდეთ ძველ სქემას, ამასაც გავშვილით დეტალურად და საკუთარი მოედნის ფაქტორი დინამოზე თურქეთმა ბოლოს 2007 წელს ითამაშა ამ ხანაგურ შეხვედრაში სირაძის გოლით მოუგეთ 1-0 იმის მერე თურქეთს დინამოზე არ უთამაშია, ანუ სავსე დინამოს ფაქტორი ეს საკუთარი, ანუ აქ თამაში ჯოჯოხეთია ყველასთვის. ეს მე-12 მოთამაშე ჩვენ ვიქნებით, მაგას მივხედავთ, ჩვენ თავზე ვიღებთ მაგას და მაქსიმალურად სწორად უნდა შეიცეს შემადგენლობა თამაში უნდა დაიკეტოს ერთი მომენტი ყოველთვის შეიძლება შეიქმნას თან როცა ზურიკო კვარა და ჟორჟი ყავს წინ დაუშვათ ვერ მოვიგეთ ესე დამთავრდა შეხვედრა მაგრამ არც წააგე აიღე ქულა ხო მე მოვუგე დაუშვათ ბულგარეთს და განმეორებით შეხვედრაში უკვე სტუმრად იქაც შეგელია რომ დაგიბრუნდება ძირითადი შემადგენლობა პირიქით თურქეთს დაერხეს შეიძლება დანაკლისის მხრივ და ნუ უფრე გააგორე იქაც რა ამ შემთხვევაში რა ხდება ხო მე დაითვლება ბურთები ვინ ბულგარეთს მოუგო უკეთესი ანგარიშით დავუშვათ ესპანეთთან ვინ უფრო მისაღები ანგარიშით წააგო და უკვე ეგ გადაწყვეტს მეორე ადგილოსნის ვინაობას მე ხა ილუზია არავის არ აქვს ალბათ ამ ჯგუფში რომ პირველ ადგილს აიღებს არ ვიცი ღმერთ ფაქრას მაგრამ მოდი რეალობას დავრჩეთ რეალობაში ჩემი პოზიცია არის ესეთი რა და თქვენი აზრი მაგიტომ მაინტერესებს რომ ჩემი აზრით 4-3-3 დროებით დასავიწყებელი არის შეიძლება ვცადოთ ბულგარეთთან უკვე 7-ში კი ბატონო მაგრამ ამ თურქეთთან მე მგონია რომ ეხლა ჩემს ვერსიებს შემოგთავაზებთ სამი ცენტრალური მცველი ნუ მამარდაშვილი კარში თქვა უთამაშებლობაზე ვილიმ მამარდაშვილის მაგრამ ერთი თვის უთამაშებელი მეკარე პრობლემა არ არისო რა ძირითადად პრაქტიკის არ ქონა ეთყობათ მინდვრის მოთამაშეებს მაგრამ თუ ეს 3 და 4 თვე გაგრძელდა მე პრობლემად იქცევაო აღნიშნა ნუ მამარდა დაიცავს კარს სამი ცენტრალური მცველი ორი ვინგბექი ცენტრში 2 ან 3 ნახევარმცველი და
წინ ავტომატურად 2 ან 3 ფორვარდი. ამას სანიოლი გადაწყვეტ, ჩვენ 3-5-2-ს ვითამაშებთ თუ 3-4-3-ს. მაგრამ ამ რეალობიდან გამომდინარე 4-3-3 ან 4-2-3-1-1-ია დამღუპელი იქნება და რატო ახსნი ხარ რა? ვინაიდან და რადგანაც ჯერჯერობით აი გოგლიჩიძის გარდა ახალი ცენტრალური მცველი კი გამოჩნდნენ, მაგრამ ვერ გამოჩნდნენ ინდონეზე რომ აი გოგლიჩიძესავით იყვნენ და თვალდახუჭული შეიცვალოს კაშია, გურამს დააყენებს დიდი ალბათობით. ვილი ღრმად ვარ ამაში დარწმუნებული და ანუ ეს იმას ნიშნავს რომ 38 წლის არის კაშია, ძალიან შენელებულია, სლოვენის მატჩებს სისტემატურად უყურებ. კარგი მატჩი ბოლოს როდის ქონდა ვერ ვიხსენებ მე პირადად, ხშირად ცვლიან, ბოლო ტურში არ უთამაშია საერთოდ. ამ ყველაფრის ფონზე თუ 4 მცველით ვითამაშებთ, მარცხენა მცველი არ გვყავს და ლოჩოშვილს წევს იძულებით ვიღებთ ესეთ დაცვის 4-ს, ანუ მარცხენა ლოჩოშვილი, მარჯვნივ კაკაბაძე და ცენტრში გოგლიჩიძე კაშია. ანუ ამ დაცვის 4-ით ასეთ ფორმაში მყოფ თურქეთს, აბა ერთი წამი დავფიქრდეთ, როგორი არის თამაში და რა საფრთხეების წინაშე დავდგებით, ხო? რაც არ უნდა მაგრა ითამაშოს ეხლა ნახევარდაცვის ხაზმა მექობიშვილი დააყენე შენ ნიკა გაგნიძე და ქოჩორა და ანუ სამი საყდანი ითამაშე და უკან ირბინე ანუ მაინც 4 მცველი არასასურველი 4-ეული თავისას შვება რა და ერთმა პასმა და ერთმა შეცდომამ დაგღუპოს შეიძლება და კაშოსადმე დიდი პატივისცემის მიუხედავად ასევე ლოჩოშვილი 4 მცველში მარცხენა მცველად არ ვარგა ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დავდგებით თან ამას ემატება ისიც რომ კვარა არ არის კარგ ფორმაში ჯერჯერობით მარცხენა მცველი მხარს ვერ აუბამს ანუ ლოჩოშვილი არ არის ჩაკვე, რომელიც იქ ეხმარებოდა მარცხენა ფლანგზე, არც კიტია და ანუ საერთოდ მარტო რჩება კვარაცხელია ამ ტაქტიკაში. საერთოდ დახმარების გარეშე რა. ანუ ნაპოლიში რო იყო იქ მიგდებული მარტო და არავინ რო არ ეხმარებოდა, პასარაძლებდნენ და მარიო რუიც არ ადიოდა წინ, აი დაახლოებით ეგ არის, 2 კაცს დაუყენებენ და დამთავრდა, всё. ჩათვალე რომ ლიდერის გარეშე, ანუ 4-3-3 ძალიან ბევრ რისკთან არის დაკავშირებული რა. ჩემი აზრით, ჩემი სუბიექტური აზრია ეს, არ გამოურიცხავ, ვწდებოდე, არ არის პრობლემა. 5-3-2-ს უნდა დაუბრუნდეთ რა სამცველიან სქემას. მოდი ეხა ამაზე ამ ვერსიაზეც გადავალ. განახებთ რამდენიმე ვარიანტს. პირველ რიგში მაინც ზურიკო დავითაშვილს მოვიაზრებ ჩაკვეს შევცვლელად. და რატო ეხა ახსნი რა? როცა არ არის ჩაკვე და არ არის კიტე, აქედან გამომდინარე არ ვიცი, ნუ მარტო კვარა და ჟორჟი დატო წინ და ცენტრში არც ერთი კრეატიული ნახევარმცველი არ ყავს და საერთოდ არ ყავს ისეთ ფეხბურთელი, რომელიც მესამე შემტევის როლს მოირგებს, გამოდის რომ ძალიან უბურთო რჩები, ძალიან ნაკლები მომენტი გექნება და იმდენად აუთსაიდერის როლში იქნები, რომ არ ხარ თურქეთთან ეხა შენ რა. სულ სტურად თამაშობდე, მაგხელა სხვაობა ჩვენ აკრედიტ შორის არ არის. ამიტომ უფრო 3-4-3-ისკენ ვიხრები და აი განლაგებასაც ხედავთ რა. ფლანგზე მარცხნივ თავარი ეგ არის. აზაროვი და წიტაიშვილი ყავს ვარიანტებად და ანუ აზაროვი ძალიან ცოტას თამაშობს შახტარში, როცა თამაშობს ძალიან აუთსაიდერებთან აყენებს ძირითადში მწვრთნელი. აქედან გამომდინარე წიტაიშვილი გაცილებით ტონუსში არის. 3 ტური ჩაატარა მეცში, ლიგა 1-ში. პირველ ტურში მარცხენა ვინგბექი იყო 5-3-2-ში ზუსტად საქართველოს ნაკრებში როგორც იდგა, მაგრამ შემდეგ დარჩენილ ამ მეორე მესამე ტურებში, ანუ ორ შეხვედრაში ათამაშა მარჯვენა ნახევარმცველად, იმიტომ რომ აბუაშვილი იყიდეს ჩაჯდა ძირითადში და 4-4-2-ზე გადაიწყო გუნდი და აბუაშვილი მარცხენა ნახევარმცველია და ანუ ესე მარჯვენა ნახევარმცველად გადაწია წიტა. ანუ წიტაიშვილს ყველგან შეუძლია თამაში უნივერსალია. მაგრამ სათამაშო პრაქტიკა აქვს, კარგ ფორმაში შედის, ნელ-ნელა, ну ფიზიკურ კონდიციებში არის. და 5-3-2-ში კვარასთან მიმართებით სასურველია რომ მან ითამაშოს. ვიდრე აზაროვმა, რომელიც არ არის კონდიციებში და ყველა მიცით რომ წასვლა უნდა შახტარიდან და რატომაც არ უშვებენ. და თან არც ათამაშებენ, რა ვიცი, ტრაგედია არის მაგ ბიჭის უკრაინული კარიერა. ну ნახევარდაცვაზე გადავიდეთ, რაც შეეხება ცენტრალურ ხაზს, აქ დიდი არჩევანი გვაქვს და რთულია რომ გავარტყათ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ნიკა გაგინძეც კარგ ფორმაშია თამაშობს, მექობაც კარგ ფორმაშია თამაშობს, ქოჩორაც თამაშობს, ანუ პრაქტიკა აქვს და პორტუსთან ძირითადში იყო. ლომინაძეც ეშტორელში გადავიდა და უკვე ძირითადში მოიკიდა ფეხი, ისიც თამაშობს. ეხა ამ 4-ეულიდან ვიზზე შეაჩერებს არჩევანს სანიოლი, ძალიან რთული სათქმელია, ამას უკვე წინა სამათჩო ანალიზზე დახაზავენ და გადაწყვეტენ, ვარჯიშებზეც გამოჩნდება რა უნდა მწვრთნელს და ვინ როგორ შეუსრულებს. ეს დავტოვოთ, მოდი, სიურპრიზად ასე ვთქვათ. და ანუ მარჯვენა გარემარსაც შეეხება, კაკაბაძე იმდენად კარგ ფორმაში არის. ჩემი აზრით, თუ კაშია ითამაშებს ძირითადში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მესამე ცენტრალურ მცველად ჩაწიოს კაკაბა რა. და გოჩოლეიშვილი დააყენოს დაუშვათ მარჯვენა ვინგბეკად, რომელიც
ჰამბურგში გადავიდა ბუნდესლიგას თამაშობს, 2 ტური ითამაშა, ორივეჯერ ძირითადში იყო. იქაც 5-3-2-ია და იქაც ვინგბექია გოჩოლა, იგეც გამოგვადგა საჩვენოდ, პრაქტიკას იღებს და თან ნაცნობ ტაქტიკაში თამაშობს. და თან არ არის უთორმაში, კარგ ფორმას უახლოვდება იგეც. მაგრამ კაკაბას ვერ ამოაგდებს, იმიტომ რომ კაკაბა უკან გაცილებით საიმედო არის. ეს არის ყველაზე ასე ვთქვათ, ისეთი ვერსია, პროცენტულად მეტი შანსი აქვს, რომ დააყენოს ეს შემადგენლობა, მაგრამ თუ 3-5-2 გადაწყვიტა და ზურიკოს კამზე დატოვა პირველი ცვლილება რო იყოს რა, გასაძლიერებლად რო ეგრევე შემოაგდოს. ამ შემთხვევაში თულია იმის გათვლა, რომ მესამე ნახევარმცველი დაამატოს, კიტი არ ყავს, ჩაყვი არ ყავს, 3 ტლანქი საყრდენით გასვლა თურქეთთან შეტევაში, ანუ სისწრაფეს ძალიან გვაკლებს. და ამ შემთხვევაში ისე უბურთოდ და ციდე მომენტებით ვჩებით და მე ეჭვება რომ რაიმე ესეთი შანსი გქონდეს. არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ ამ შემთხვევაში, თქვენი კომენტარები საინტერესოა, დაწერეთ. ყველაფერი ვიზუალურად აქ ნახეთ ამ ვარიანტში. რომელი ვერსია არის თქვენთვის მისაღები და რა მიმართულებით გარისკავს და წაიყვანს ტაქტიკურად სანიული რა მოლოდინი გაქვთ. ეგ არის ძალიან საინტერესო. დაწერეთ აუცილებლად კომენტარები. ეხლა განახილეთ ჩემს სუბიექტურ შემადგენლობას, რასაც ჩემი აზრით, სადღაც 99%-ით ალბათ სანიოლი არ იზამს, არ დააყენებს ამას. ვიცნობ ბილის და ბევრი რამის გამო რა, ამაზე აღარ შევჯერდები, ხშირად ვისაუბრიათ ცოცხლიანში. ამ პრობლემების ფონზე, ამ შემთხვევაში, ჩემი სუბიექტური აზრით, ეს 3-4-3 არის ოპტიმალური ვარიანტი და რატო ეხა ახსნი. დაცვის სამეული იქნება ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე და კაკაბაძე. უკან ჩამოწეული და რატომ კაკაბა ეხა ახსნი ამას, ძალიან კარგ ფორმაშია. ამ პოზიციას თამაშის გამოცდილება აქვს. ნელ-ნელა უნდა შევაჩვიოთ ჩემი აზრით კაკაბა აი ამ როლს. იმიტომ რომ გოჩოლეიშვილი საკმაოდ კარგ ფორმაში შედის, ვინგბექად გამოსადეგი არის, 4 წელში კი ბატონო არ არის საიმედო, მაგრამ 5 წელში ვინგბექად გოჩო გამოსაცდელი არის და როდესაც კაკაბაძე აზღვევს და თან გოგლიჩიძე არის პლუს დაცვის ცენტრი, რომელიც სწრაფია და დამზღვევ როლში ძალიან საიმედო არის, შეგვიძლია რომ გავრისკოთ მეტი ოპცია გვექნება და შესაძლებლობა შეტევაში და სწორედ ამიტომ. და მინუს კაშიას ვარიანტს მე დიდი ხანია ვემხრობ, იმიტომ რომ იმდენად შენელებული არის კაშო, რომ ესეთ ტექნიკურ და სწრაფ გუნდთან როგორც თურქეთია, რისკებია რა, რომ რაღაცა მომენტში შეიძლება დარჩეს ზონა. ჩავარდეს რა. ეს ვიღაცა მისი არ მიიღოს ეხა რა, ვიღაცები წერდნენ კომენტარებს, აი რატო აჰეითებ გურამს და რაღაცა ცოცხლიანს თუ უყურებთ, თუ არ გაქვთ. ანახი, ბევრი ვიდეო წინა მაშინ გამონახეთ რომ გადაახვით რაღაც ჩარტეთ ძველი ვიდეოები და ნახეთ კაშიასთან მიმართებით როგორ საუბრობდი და ასე შემდეგ და რა დამოკიდებულება მაქვს გურამთან. დაუფიქრებლად გააკეთებთ კომენტარებს. ამ ყველაფერს ვამბობ, იმიტომ რომ ესეთი რეალობაა რა. სლოვანის თამაშების ყურება ძალიან მძიმე არის ამ გუნდის თამაშება. პროფესიაა, ჩემი საქმეა და უყურებ რა ვქნა. და ხედავ რომ არ არის იმ კონდიციებში რომ დაიყრდნოს ნაკრები კიდევ ერთხელ. თორე რაზეა საუბარი, ფორმაში ყოფი კაშია ნეტა მოგცა დღეს. მაგრამ სამწუხაროდ არ უყავს. წინა ხაზი, არ არის აქ ახალი ამაში არაფერი, დავითაშვილის აყენებას ვემხრობი, იმიტომ რომ კიტე და ჩაყვი არ არიან და იმ ცენტრალური ნახევარმცველებიდან გამომდინარე, რომლებიც ყავს, მეკობიშვილი, გაგნიძე, ქოჩორაშვილი და ლობინაძე, ამ 4-ულიდან 3-ის ძირითადში დაყენება, ძალიან არაშემტევს ხდის ჩვენს შემადგენლობას. 3-5-2-ის შემთხვევაში და ამიტომ ვემხრობი 3-4-3-ს და დანარჩენი ყველაფერი ლოგიკურად არის. თქვენ რას ფიქრობთ აი ამ სქემაზე თურქეთთან რამდენად შეიძლება რომ აი ესე ვითამაშოთ? ჩემი ვერსია გაგაცანით, მანამდე სანიოლის რაღაც ვერსიები გითხარით და ასევე ვილის 4-2-3-ზე 3-1-ზე რას ფიქრობთ? 4 წელიანს გარისკავს და უნდა გავრისკოთ ესე თურქეთთან და ესე დანაკლისის ფონზე. მოკლედ ყველაფერი განვიხილეთ თქვენს კომენტარებს ველოდებით. ძალიან მაინტერესებთ ვინ მსჯელოთ ერთი სული მაქვს, დღეებს ვითვლი 4 რიცხვი როდის მოვა, როდის დაიწყება ეს თამაში, არ ვიცი, ძალიან დიდი დაძაბულობა და მუხტი უკვე იგრძნობა რა. მოკლედ დღევანდელი ანალიზის ნაწილი ეს იყო, როგორ მოგეწონათ, რაიმე ხო არ დაგაკლდათ, ეგეც დაწერეთ, პრობლემა არ არის, გამოუშვით ყველაფერი. აუცილებლად დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო. ბევრი ლაიქი გჭირდება, ბევრი კომენტარი და რა თქმა უნდა, კრისტალ სპორტის YouTube არხის გამოწერა. ახლა გადავიდეთ გათამაშების წესებზე, რომელიც დაკვირდით ვიდეოს დასაწყისში. ძალიან მარტივია ყველაფერი, როდესაც 2000 ლაიქს ява ვიდეო, ეგრევე ჩაირთვება დღევანდელი გათამაშება. თქვენ გევალებათ, რა თქმა უნდა, ვიდეოს დალაიქება, კომენტარებში დაფიქსირდით, შემდეგ 20 თქვენგან სავარჩევ, ყველაზე საინტერესო კომენტარების ავტორები 20 თქვენგანი მოიგებს სასურველ მაისურს. კლუბი ნაკრები რეტრო სულ ერთია, ჩვენი პარტნიორი რეტრო სახლი, თქვენთვის კარგად არის ნაცნობი.
ყველაფერი მარტივად არის, დაფიქსირდით კომენტარებში და ლაიქეთ ვიდეო, ველოდებით 2000 ლაიქზე ასვლას და გათამაშება ჩაირთვება. ცრუცხრიანი, რა თქმა უნდა, ძალიან მალე დაგიბრუნდებათ, სანაკრებო თვეში რომ ძალიან ბევრი ვიდეო გვაქვს, ეგ კარგად იცით, ეგრევე დაიდება 5 რიცხვში ვიდეო თურქეთის ანალიზის და ბულგარეთთან მატჩის ანალიზის დაიდება 8 რიცხვში იმ წამსვე, თქვენ თხოვნას ვითვალისწინებ და ყოველ მეორე დღეს მატჩის მეორე დღეს ვიდეო ვიდება და როგორი სეზონი გველით, ამაზეც ვისაუბრე, ძალიან ბევრი ლეგიონერი გვყავს, მაგარ გუნდებში გადავიდნენ ბიჭები, ნიკო ჩორა სპორტინგში, ჟორჟი ვილიარეალში, მოკლედ ძალიან ბევრი ტაქტიკური ანალიზი გელოდებათ, ყველაფერს დეტალურად გაგაცნობთ და აი ამ ცეცხლოვან სეზონს მოკლედ ჯერ სანაკრებოთი ვიწყებთ და თქვენი თანადგობის იმედი მაქვს, რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ვიდეოები, მოკლედ თანადგომა, რომ ეს განვითარდეთ ერთად და ეს მაგარი სეზონი წინაზე უკეთესი გავხადოთ. მოკლედ დღეს სულ ეს იყო 5 რიცხვში თურქეთთან მატჩის ანალიზით დაგიბრუნდებით. აბა მაგრად.